თურმე გამოცხადებულია დროებითი ზავი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდება ომის დროებითი შეჩერება. ჩვენ არ გვაქვს წყალი, გაზი, შუქი, ტელევიზორი, გაზეთები ჩვენთვის არ არსებობს. საიდან შევიტყვეთ ეს ამბავი? გონიათ ვინმე მოვიდა სარდლობიდან და ქუჩაში დადიოდა რუპორით, ან რაღაც საინფორმაციო ფურცლები გაავრცელეს? არა, ჩვენ ეს გავიგეთ აივნიდან გადაძახილით. აი ასე. მართალია ომი დროებით შეჩერდება, მაგრამ არც ერთი დაწესებულება, სახელმწიფო თუ კერძო არ გაიხსნება, არც უსათის მაღაზიები, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამოძრავდება. გაცოცხლდება მხოლოდ სოხუმის ბაზარი. და სოხუმის ბაზრისკენ წამოვლენ გლეხები, ქალები და კაცები მეზობელი სოფლებიდან. მოიტანენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. აი ისინი არიან ერთადერთი მკვლევავი ქალაქის. ახლა როგორ წამოვლენ? სატვირთო მანქანის ძარაზე დადგებიან და ასე. ან დაიქირავებენ ავტობუსს, რომელიც მათ მიიყვანს ბაზართან, იქ დაელოდება და შემდეგ დაახლოებით 2 საათზე წაიყვანს უკან სოფელში. აი მე რომელიმე ასეთ ავტობუსს უნდა მივუსწრო, იმიტომ რომ მეც უნდა გამემგზავრო სოფელში, მერხეულში, უნდა მივხედო ბოსტანს, განსაკუთრებით კარტოფილს და მართალია ამ საქმის არაფერი გამეგება, მაგრამ მარაუშავს მივხედავ, მოსავალსაც მოვიყვან და თუ ცოცხალი დავრჩით, გვექნება საჭმელი. მაგრამ აუცილებლად თან უნდა ვიქონიო პირადობის დამადასტურებელი საბუთი. იმ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის პირადობის დამადასტურებელი საბუთი გვაქვს, რომელსაც ქვია პასპორტი. რადგან მე ვარ აფხაზეთის მკვიდრი, ჩემი პასპორტი შევსებულია 3 ენაზე. პირველი ფურცელი რუსულად, მეორე ფურცელი ქართულად, მესამე აფსუა ენაზე. ამიღე ეს პასპორტი, მოვათავსე ჩემს ჩანთაში და უნდა გავიდე, მაგრამ შელაპარაკება მომდის დედაჩემთან. დედა მეუბნება, რომ მას ძალიან ეშინია. როცა ეს ქალი შიშზე ლაპარაკობს, მე მეცინება, იმიტომ რომ მას სინამდვილეში არაფერს არ ეშინია. და მეუბნები კიდევაც, შენ როდესაც არტილერია გუგუნებს, დასეირნობ, როდესაც ბომბები ცვივა, ყავას ვამ და აბობოქრებული ზღვიდან წყალი ამოგაქვს და ახლა როცა ზავია გამოცხადებული, ახლა რისი შეგეშინდა? მე შენს გამო მეშინიაო, მეუბნება. ქალაქი სავსეა შეიარაღებული სამხედრო პირებით. შენ მიხვალ რომელიმე მათგანთან, დაელაპარაკები, შეეკამათები, დაუწყები აფხაზეთის ისტორიის მოყოლას და ახსნას, ის გაბრაზდება და გესვრის, თუ არ მოკლა დაგჭრის. მე ეს სასაცილოდ არ მყოფნის, იმიტომ რომ არ ვაპირებ არც ერთ შეიარაღებულ პირთან, არამც თუ კამათს, ამინძე საუბარს არ ვაპირებ. უიარაღოსთან არ ვაპირებ საუბარს, იმიტომ რომ ხალხი არის ძალიან დაძაბული, გაღიზიანებული და შენ თუ დაგინახა დაბალღობეთ, ჯავს შენზე იყრის, გადაგივლის. ეს ძალიან კარგად მესმის, ამიტომ არ ვაპირებ საუბარს არც შეიარაღებულთან, არც უიარაღოსთან, არც ქალთან, არც კაცთან, არც ლიმონის ან მანდარინის ხესთან. ამიტომ მშვიდად გავდივარ სახლიდან და მივდივარ ბაზრისკენ, რომელიც ჩვენ სახლთან ახლოსაა, ფეხით მივდივარ, რაღაც 5 წუთში თუ 7 წუთში ბაზარში ვარ. და მივუსწარი ავტობუსს, ის კი არა ადგილიც მოვიპოვე დასაჯდომი და ჩვენი ავტობუსი დაიძრა აღმოსავლეთისკენ. აღმოსავლეთით სოხუმის საზღვარი, ბუნებრივი საზღვარი გახლავთ მდინარე კელასური და მდინარეზე გადებულია ხიდი, კელასურის ხიდი. და მე ვამჩნევ ძალიან უცნაურ მოვლენას ამ ხიდზე. რაღაცნაირი ნისლია, ფრაგმენტული, რომლის სიგრძე არის დაახლოებით 9 მეტრი, სიმაღლე არის სადღაც 3 მეტრამდე. როცა მანქანა ჩაივლის, ეს ნისლი ადის უფრო ზევით. მაგრამ როდესაც მოძრაობა არ არის ხიდზე, ნისლი ეშვება ქვევით. ყველაზე უფრო უცნაური არის ის, რომ ნისლი შედგება მართკუთხა ფანტელებისგან. ასეთი რამ არსად არასოდეს მინახავს. ჩვენ ვუახლოვდებით ხიდს და გვაჩერებენ. აქ თურმე დგანან ქართველი სამხედროები და ამოწმებელ ყოველ გამვლელ გამომვლელ მანქანას, ავტობუსს და მის მგზავრებს. ეს მე არ მიგვირს, ომია, ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ქალი, რომელიც გვერდით მიზის, იწყებს ტირილს. ვაიმე დედა რამე შველება, ახლა ჩემი პასპორტიდან ამოხევენ მე-3 ფურცელს და მე სად ვიარო ასეთი პასპორტით.
მე ვეკითხები, რას ქვია? პასპორტიდან ფურცელს ამოხევენ. ეს სადაური წესია ბეთქი. სადაური და ეგერ გაიხედე ფანჯრიდან, შენი თვალით ნახავ და დარწმუნდებიო მეუბნება ეს ქალი. მართლაც ვხედავ, ჩვენი ავტობუსის წინ კიდე ერთი ავტობუსი დგას და მისი მგზავრების პასპორტები უჭირავთ ხელში ქართველ მეომრებს და ისე არიან დაუსტატებული ამ მესამე ფურცლის ამოხევაში, ამ პროცედურას ასრულებენ თვალის დახამხამებაში, მანქანაზე ავტომატზე უფრო სწრაფად. მე რომ ნისლი მეგონა, ის თურმე ნისლი კი არ არის. ის არის აი ამ პასპორტებიდან ამოხეული მესამე ფურცლების კორიანტელი. თავზარი დამეცა. თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი პირადობის მოწმობა ვინმემ რომ აიღოს და მას მოაჭრას თუნდაც 1 მილიმეტრი. ის ხომ უკვე არაფრად არ ვარგა. მაგრამ თქვენ მიხვალთ შესაბამის დაწესებულებაში და აიღებთ ახალს. ჩვენ ახალს ვერ ავიღებთ. იმიტომ რომ ის ორგანო, ის დაწესებულება, რომელიც ამგვარი ტიპის პასპორტებს გასცემდა, ის აღარ არსებობს. ხოლო ახალი ტიპის პირადობის მოწმობა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული ჯერ არ დაბადებულა. სადეცალად ახლა მაგისტრის. არ არის ჯერ, არ არსებობს. ამიტომ ჩვენ იცით რა დღეში ვართ? დღისით და ღამით, სიკვდილის, ძალადობის, დევნილობის მოლოდინში და კიდე ამას ემატება ის, რომ შენ რჩები პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე. იმ წინა ავტობუსის დათვალიერება და შემოწმება დამთავრდა და ახლა ჯარისკაცი ამოდის ჩვენს ავტობუსში და წინ მსხდომი მგზავრებისგან აკრიფა პასპორტები, ამოხია ფურცლები და გადაყარა გარეთ. ჯარისკაცი არის მაღალი, გამხდარი. ისეთი გამხდარი, რომ თუ უკანასკნელი ლუკმა გაქვს, მოგინდება რომ ას მისცე. შავი ფერის თმა აქვს, სწორი სასიამოვნო ნაკვთები, აცვია, ხაკისფერი კი არა, უფრო მუქი შავი ფერის ფორმა, მხარზე ავტომატი. ახლა მოდის ჩემსკენ. და მე ვიცი, რომ დადგა ის წუთი, დედა ჩემს რომ ეშინია. ანუ მე მას დაველაპარაკები და შევეკამათები კიდევაც და რა მოხდება არ ვიცი. მოდის ისე რომ არც მიყურებს და ისე აცხადებს, აბა პასპორტი მომეცით. მე ავდექი, ავიღე ჩემი პასპორტი და გადავფურცლე ის ადგილი, გადავშალე, სადაც მესამე ფურცელია პასპორტის და ვუჩვენებ მას და ვეუბნები კაცრად, თითის ქნევით, მესამე ფურცელი ჩემი პასპორტიდან არ ამოხიო. აი ახლა შემამჩნია და კარგად შემომხედა. მაგრამ იცით როგორი გაკვირვებულია? ასეთი გაოცებული სახე მე არ მინახავს არც მე-20 საუკუნეში, არც 21-ში ჯერჯერობით არ მინახავს, მას გაუკვირდა. ის გააკვირვა ჩემმა მოთხოვნამ. იცით რას მეუბნება? რატომ არ ამოვხიო მესამე ფურცელი? მე ავიღე ისევ ჩემი პასპორტი, გადავშალე, სადაც პირველი გვერდია, რომელიც რუსულადაა შევსებული და ვეუბნები. აი ეს ფურცელი, ამ ფურცელს რატომ არ ხევ? შენი მეგობარია, შეგიყვარდა, თუ გეშინია მისი. პასპორტი გამომართვა და მე მინდა გავყვე და გავაგზელო მასთან კამათით და ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება, არასწორად იქცევა. მაგრამ ქალი, რომელიც გვერდით მისის, ის არ მიშვებს, ხელი ჩამავლო და მიუბნება, დეთხი ნანა, დეთხი. რაც მეგრულად ნიშნავს, თავი დაანებე. ქალი კი რაგერ გვერდით კაცი რომ არის, ისიც არ მიშვებს, ის მეუბნება ხმარ ამოიღო, გაჩერდი. ამას კიდევ უფრო გავბრაზდი, ცეცხლი მომეკიდა და ხმამაღლა ვამბობ. მთელი ავტობუსის გასაგონად და იმად გასაგონად, რომლებიც ავტობუსის გარეთ დგანან. რატომ არ უნდა ვთქვა, რომ დედამიწა მრგვალია? რატომ არ უნდა ვთქვა, რომ თუ ჩემმა ჯარისკაცმა არ იცის, ვინ არის ჩემი მტერი, ის მე ვერ დამიცავს, როგორ დამიცავს, როცა მტერს არ იცნობს? არ იმ სარდლობას რა ვუთხარი, რომელიც ჩემს ჯარისკაცს არ ეუბნება, ვინ არის ჩემი მტერი? ის ხომ აქ გამარჯვებისთვის არ არის მოსული. ჯარისკაცი ამოდის, ქვირიგებს პასპორტებს
და როცა გადის მწყრალად ისე ალმაცერად შემომხედავს და მერე ჩავა ავტობუსიდან. ჩვენი ავტობუსი დაიძრა და მიდის. და მე ვხედავ კელასტურის ხიდზე, როგორ ფრიალებენ ჩვენი პასპორტებიდან ამოხეული მესამე ფურცლები. და იცით როგორ ხასიათზე ვარ? რა მდგომარეობაში ვარ? იტალიაში რომ არის ვულკანი ეტნა, მარტო ეტნა არა, მეორეც ვეზუვიო, ორივე ჩამისახდა მუცელში და ორივე ამოდის და ეს ლავა მაგ ყელში ამოსული. ამას ეს ქალი რომელიც გვერდით მისის მეუბნება, უიმე ჩემი პასპორტიდან არ ამოუხევია მესამე ფურცელი. ის კაციც რომელიც მაჩერებდა, ხმა არ ამოიღო რომ მეუბნებოდა, ისიც ამბობს. ჩემი პასპორტიდანაც არ ამოუხევია. ნახე ერთი შენ საბუთში რა მდგომარეობაა. მეუთხარი ჩემზე ისე გაბრაზდა ალბათ მდინარე კელასურში მოისროლა ჩემი პასპორტი ალბათ სხვისი მომცა მეთქი. მაგრამ დავხედე, არა ჩემი პასპორტია და მესამე ფურცელი არ ამოუხევია. რატო ყვები ამას? იმიტომ რომ როგორც ზღვის ერთ წვეთში ჩანს მთელი ზღვის სრული სურათი, ასევე ამ ერთ წვეთ ამბავში ჩანს ომის სრული სურათი და მისი პერსპექტივები. ხოლო იმ ჯარისკაცს მინდა ვუთხრა, ჩემო ძვირფასო ჯარისკაცო, რა კარგია რომ დაფიქრდი, რა კარგია რომ არ გაჯიუტდი შეცდომაში, რა კარგი ბიჭი ყოფილხარ. შენ ცუდი მთავარსარდალი ყავდა. იცოცხლე დაფიქრებით.